მზის სისტემის კიდე უჩვეულო ადგილია. სავსეა ისეთი უცნაურობებით, რომელთა კვლევასაც მხოლოდ ახლა ვიწყებთ, მაგრამ მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურია ოორტის ღრუბელი, ყინულოვან ნარჩენთა ვრცელი ველი, რომელიც იმაზე 100,000 დიდ მანძილზეა გადაჭიმული, ვიდრე მზესა და დედამიწას შორის მანძილია. ამ ველის ზომისა და ფორმის შესახებ მიახლოებით ვიცით, მაგრამ დეტალები უცნობია. ახალმა კომპიუტერულმა კვლევამ მოულოდნელი სტრუქტურა გამოავლინა. სპირალი, რომელსაც თავად ირმის ნახტომის მოქცევითი ძალები წარმოქმნის. მზის სისტემის გარე ნაწილი არის საზღვარი, რომლის კვლევაც რთულია. ცნობილია, რომ იქ ნეპტუნის ორბიტის გადაღმა კოიპერის სარტყელში ბევრი პატარა ყინულოვანი ობიექტია და ამის კიდევ იქეთ 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან 100,000 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდე გადაჭიმულია ოორტის ღრუბელი, მზის გრავიტაციული გავლენის შორეული მისადგომები. სწორედ იქიდან მოდის მზის სისტემის გრძელპერიოდიანი კომეტები, რომლებიც ზოგჯერ მზის სიახლოვესაც ხვდებიან და ყინულის აორთქლებასთან ანუ სუბლიმაციასთან ერთად გამოყოფენ გაზის ჭავლებს. ასევე ცნობილია ისიც, რომ ოორტის ღრუბელი უხეშად ორ ნაწილად იყოფა. გარე ნაწილი უზარმაზარი, სფერული ღრუბელია, რომელიც მზისგან დაახლოებით 10,000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იწყება. შეგახსენებთ, ერთი ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის და წარმოიდგინეთ 10,000 ასტრონომიული მანძილი რამდენი იქნება. შიგნით კი არის შიდა ოორტის ღრუბელი. სიმულაციების მიხედვით ეს ნაწილი დონატის ფორმისაა და მზიდან 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იწყება და 10,000 ასტრონომიულ ერთეულზე მთავრდება. კვლევრებმა მზის სისტემის 4,6 მილიარდ წლიანი ისტორიის სიმულაცია მოახდინეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა მზე დაიბადა გაზისა და მტვრის უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლის მატერიის მკვრივ კვანძში. მზის წარმოქმნის შემდეგ ამ ღრუბლის ნარჩენი მასალებისგან შეიქმნა პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები და სხვა ყველაფერი, რაც დღეს მზის სისტემაშია, მათ შორის ოორტის ღრუბელიც. ოორტის ღრუბლის საიდუმლოთა ამოხსნა ნიშნავს მზის სისტემის შორეულ წარსულში ჩახედვას და დაკვირვებას იმ გავლენაზე, რაც მას მზის სისტემის ფორმაციასა და ევოლუციაზე ჰქონდა. ზოგჯერ რთული რამეები გასაკეთებლად ნამდვილად ღირს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.